ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ არასდროს არ მეგონა, რომ ქართული ოცნება ალტ-ინფოს დაშავებას დაიწყებდა და მათ დააბრალებდნენ ისეთ რაღაცას, რაც მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეისთვის ალტ-ინფოს აშავებენ იმით, რომ თურმე ნაცების მოკავშირეები არიან, რომ თურმე ალტ-ინფოელები განაცდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ საპირისპირო რაღაცას აბრალებენ ადამიანებს, რომლებისთვისაც ნაცები უფრო საძულველი ადამიანები არიან და ამ ხნის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია უფრო იყვნენ ეს ადამიანები, ვიდრე ქართული ოცნების. ყოველთვის ქართული ოცნების სასარგებლო საქმეს უფრო აკეთებდნენ, ისეთ თემებს ააქტუალურებდნენ, რომელიც საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი და მართლაც მნიშვნელოვან თემებს ფარავდნენ და იკარგებოდა იმ ყველაფრის მნიშვნელობა, რაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც აუცილებელია, რომ განხილული იყოს პოლიტიკის დონეზე. რაც არის მაგალითად ძალიან მაღალი ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პენსიონერები რომ ძალიან მაღალ პროცენტში იღებენ სესხებს და არა მარტო პენსიონერები, აბსოლუტურად ყველა ადამიანი. საწვავი რომ ძვირია, დოლარი რამხელაზეა გაქცეული, ქვეყანაში მიგრაცია, ემიგრაცია და აი ამ ყველაფრის პარალელურად ისინი საუბრობდნენ ხოლმე ისეთ რაღაცეებზე, რაც დღის წესრიგში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად დგას ახლა ქართული ოცნება, მათი პროპაგანდისტები დგანან და ალტ-ინფოს აშავებენ იმით, რომ თურმე ისინი ნაცები არიან. და რავი, მე მგონი მეგობრებო, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეთ ერთ რაღაცას, რომ თქვენი ყველაზე დიდი მტერი არა თუ ნაცები, არა თუ სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია და უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტები არიან, არამედ ქართული ოცნება. აი ადამიანს და თუნდაც ჯგუფს, პარტიას ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა, ეს არის ხელოვნების დონეზე აყვანილი თეორია, რომ აბრალებს შენს მოწინააღმდეგეს ისეთ სიბინძურეს, რასაც თავად ებრძვის. ანუ ტყუილი იმხელა დოზით უნდა იყოს, რომ თვითონ მსმენელი, მნახველი დაფიქრდეს იმაზე, რომ აი ამხელა ტყუილი შეიძლება თქვას ვინმე და ზუსტად აი ამ ტყუილის გააზრებაშიც კი აღარ ხარჯავენ დროს და პირდაპირ იჯერებენ, რომ ეს ტყუილი რანაირად იქნება ახლა აი ალტ-ინფო ნაცი რანაირად გახდებოდა თუ მართლა ნაცი არ არის და მათ საქმეს არ აკეთებენ. აი ასე ურევენ ადამიანებს გონებას და აი ალტ-ინფოს მხარდამჭერებს მოგმართავთ და კიდე ვინც მან პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნით. როგორ შეიძლება დღეს აი ამ ქვეყანაში ქართული ოცნება აი ასეთ სიბინძურეებს გაბრალებდეთ და თქვენ რა ვიცი, აი მე ვიყო მაგალითად თქვენთვის ყველაზე დიდი მტერი. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენთვის მე მტერი ვიქნები, შემიყვარებთ და თქვენთვის მისაღები პერსონა ვიქნები თუ რა როგორ მოხდება, მაგრამ უბრალოდ ისრები უნდა გაასწოროთ რა. თუნდაც აქციის დღეს, კვირა დღეს რომ აქცია გამართეთ და ბევრი ადამიანი გამოვიდა და ქართული ოცნება ამბობდა რომ 1500 კაცი იყო. ეგ ადამიანები ხომ ჩვენზეც ამბობენ ხოლმე რომ 300 კაცი გამოდის და მეტი არა, რომ 3000 კაცი გამოდის. მოკლედ პროპაგანდა ქართული ოცნების მოქმედებს ყველას მიმართ ისე, როგორც მათ სჭირდებათ. აი ეს კანონები რაც მიიღეს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ქუჩაში რომ გზის გადაკეტვის უფლებას აღარ იძლევიან და ახლა ტროტუარზე რომ უნდათ რომ აკრძალონ ხალხი შეკრება. ეს თქვენზეც იმოქმედებს. არ გეგონოთ რომ მარტო ჩვენზეა მიღებული ეს კანონები. რავი, მე მგონი დროა იმისა, რომ კარგად გაანალიზოთ, რომ ორივე მხარეს გვებრძვის ერთი დიდი ბოროტი ძალა, რომელსაც თუ კი ვინმე გადაეღობება ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზაზე, ისინი აბსოლუტურად ყველას გააშავებენ და გაანადგურებენ და აი ახლა თქვენ მოგადგნენ და მე ამას ვხედავ, ვაღიარებ და რავი, სოლიდარული ვარ. რახან ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ესე იგი მე დავინახე ის ყველაფერი, რაც მანამდე ჩვენ გაგვიკეთეს. უბრალოდ თქვენ ყველას ერთ ქვაბში ხარშავთ, ყველას ნაცებად მოგიხსენიებთ, მაგრამ იცით რომ ჩვენ ნაცები არა ვართ. ასევე ლიბერასტებს გვეძახით დამაკნინებელ ფორმაში. ლიბერასტი არავინ არ არის, აბსოლუტურად არავინ არ არის. ვიღაცები ლიბერალები არიან, ვიღაცები ნეოლიბერალები არიან, ვიღაცები ნაციონალისტები არიან. უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ არის ისე რომ ბევრ ადამიანთან, ბევრ იდეოლოგიურ ჯგუფთან გვიწევს ჩვენ გაერთიანება. და თუ კი თქვენც დადგებით ქართული ოცნების წინააღმდეგ ნებისმიერ მხარეს, აი მაგალითად, ერთად მოგვიწევს ბრძოლა, მე ამაზე მაგალითად პრობლემა არ მექნება. პრობლემა თქვენ გაქვთ, კომპლექსები გაქვთ იმისა, რომ რა ვიცი, თქვენ თვითონ ხართ უფრო სწორედ ბრალმდებლები, ცრუ და ნაცებად მოგვიხსენიებთ. ისე როგორც ოცნებამ თქვენ მოგვიხსენიათ ნაცებად. მე მგონი არ არის ხო სწორი და ლამაზი, რომ ვიღაცა აი ესე არასამართლიანად გაბრალებს იმას, რაც არასდროს არ ყოფილხარ და არც საპირებრო იყო, საპირისპირო რაღაცას. აი თქვენ რასაც აკეთებდით ამ ხნის განმავლობაში, იგივეს გიკეთებთ ახლა ქართული ოცნება და ძალიან სამწუხაროა. და იმედია რომ მიხვდებით რეალურად ვინ არის მტერი და საით უნდა იბრძოლოთ და ვინ უნდა დაამარცხოთ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები იყოს და შემდეგ უკვე საზოგადოებამ დემოკრატიულ გარემოში გადაწყვიტოს, ვინ იქნება პარლამენტის წევრი და ვინ კიდევ ადგილობრივ დონეზე მართავს მუნიციპალიტეტებს.